მე არ მიმაჩნია, რომ ტრენდი და მოდა ნაძვის ხის მორთვაში განსაკუთრებით და დეკორში არის აუცილებლად გასათვალისწინებელი და რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია რაღაც იდეები ავიღოთ ახალი, მაგრამ თუ გვინდა რომ ჩვენი ყველა სათამაშო, მათ შორის ბავშვობინა შემონახული, ეკიდოს ნაძვის ხეზე, უნდა ეკიდოს აუცილებლად. დღეს ქალბატონ სალომეს ვესტუმრეთ, რომელმაც ასეთი ჯადოსნური საახალწლო კუთხე დაგვახვედრა. რა გახდა ინსპირაცია ამ კუთხის მოწყობის? შეიძლება იყოს ეს საახალწლო ფილმი, ბავშვობის მოგონება, ფერები, ტექსტურები ან ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, თავად ბუხარი, იმიტომ რომ ეს კერამიკაა, სახლი ძველია, ბუხარით შესაბამისად თანადროული. მე მიყვარს, როდესაც ძველ სახლში ცხოვრობენ ძველი ნივთები, მაგრამ მე მგონი ძალიან უხდება, როდესაც აი ამ ერთგვაროვან გარემოში რაღაც თანამედროვე ახალი და ფერის აქცენტები ჩნდება. დარწმუნებული ვარ, რომ აი სწორედ ასეთი ტიპის დეკორი და ინტერიერი არის ცოცხალი და საინტერესო. საახალწლო კუთხე უნდა იყოს თან ემოციური, თან ფუნქციური. თქვენ როგორ ახერხებთ ამორის გაერთიანებას და კონკრეტული დეკორის შექმნას? მე საერთოდ მიმაჩნია, რომ დეკორის ფუნქცია უპირველეს ყოვლისა არის ის, რომ იყოს ძალიან ლამაზი. თუ ყველაფერი ასევე პრაქტიკულიც იქნება, ეს ხომ იდეალურია. მაგრამ ახალი წელი ჩემთვის ეს არის არაჩვეულებრივი დრო სწორედ იმის გამო, რომ აი ამ რამდენიმე დღის განმავლობაში სილამაზე იმარჯვებს პრაქტიკულობაზე. იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ისეთი, რასაც თვეების განმავლობაში არ ვაკეთებთ და რა მოხდა მერე, რომ ყველაფერი არაპრაქტიკული იყოს, მაგრამ ძალიან ლამაზი. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალურია ხოლმე ტრენდების თემა, ფერების, ტექსტილების მიმართულებით. თქვენ რამდენად ითვალისწინებთ ხოლმე ამ ცვლილებებს? არ ვითვალისწინებ. მე მიყვარს, როდესაც ნაძვის ხე არის დატვირთული, დახუნძლული, ძალიან ბევრნაირი სხვადასხვა სათამაშოებით. მიყვარს, როცა ეს სათამაშოები რაღაცას მახსენებს. მიყვარს ამ ყველაფრის ამოლაგება, იმიტომ რომ ყოველჯერზე წელიწადში ერთხელ მე მახსენდება, სად ვიყიდე ეს კონკრეტული ნივთი და ჩემთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წლის დრო, როცა შემიძლია ეს ყველაფერი შევაჯა, მოღონთ არა როგორც ძალიან სერიოზულმა ფილოსოფოსმა, რომელიც ანალიტიკითაა დაკავებული, არამედ ემოციურად, რაღაცა სასიამოვნო მომენტების გახსენებით. მე მგონია, რომ ახალი წელი არის სწორედ ისეთი ზეიმი, რომელიც ზუსტად ისე უნდა აღნიშნო, როგორც ჩვენ მოგწონს და გსიამოვნებს.